ბატონ ირაკლის და ადმინისტრაციას, სტუდენტებს. ჩვენ ყველანი დღესასწაულობთ წლევანდელ წელს საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავის იუბილეს და რამოდენიმე წელია მიმდინარეობს ამ თარიღისადმი მიძღვნილი სამეცნიერო ხასიათის, ესეთი საგანმანათლებლო შემეცნებითი ხასიათის საჯარო ლექციების შეხვედრები სტუდენტებთან, მოსახლეობასთან, პროფესორ მასწავლებლებთან და მომხსენებლების ესეთი საინტერესო თემატიკასთან დაკავშირებით, შემდეგ არის აზრთა გაცვლა, კითხვების გაცვლა და დღესაც არის ერთი ესეთი შეხვედრა, ადლობა მინდა მოგახსენოთ, ამ წელს მე მგონი ახლა ეს პირველი ეტაპი ჩვენ გავხსენით ანდრია პირველწოდებულის უნივერსიტეტიდან და ვამთავრებთ ეს ზაფხულის ანუ შემოდგომამდე ამ პირველ ეტაპს ვამთავრებთ უბრალოდ თქვენთან და დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ამისთვის. დღევანდელი მომხსენებელი ჩვენთან ბრძანდება ქალბატონი ლელა ოჩიაური, ხელოვნებაცოდნეობის დოქტორი, პროფესორი, რომელიც მოხსენებით არდება ჩვენ წინაშე 21 საუკუნის ქართული კინოს შესახებ. Რა თქმა უნდა, მე პირადად ძალიან ნაკლები ვიცი 21 საუკუნის ქართული კინოს შესახებ, უფრო სერიალებზე არის რაღაც ჩვენი ის ყურადღება გადატანილი და 20 საუკუნის ქართულ კინოს ესე თუ ისე ვიცნობთ ყველა და თქვენ ალბათ ახლა შეეცდებით დარწმუნებული ვართ, რომ რაღაც კავშირი 20 საუკუნის კინოსთან, 21 საუკუნის კინოს პერსპექტივებთან დაგვანახოთ და ჩვენც რაღაც იმედი რომ გაგვიშნდეს, რომ იქნებ რაღაცა უკეთესი იყოს. კალტონელა თუ შეიძლება, აი, თქვენი მოხსენებით წარსდგეთ და შემდეგ ყველას გთხოვთ, რომ ყურადღებით ვისმინოთ და რაღაცა კითხვები ძალიან საინტერესო თემაა და იქნებ უფრო ესეთ ინტერაქტიული იყოს ჩვენი დღევანდელი შეხვედრა. დიდი მადლობა. მოგესალმებით. ჩემთვის მართლა ძალიან დიდი პატივია ყოფნა ამ ლექციების სიქსში ჩართვარის და ძალიან დიდი მადლობა მინდა მოგხსენოთ. ჩემთვის და ჩემი კოლეგებისთვის ეს იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიწვევა, თუ კი რაიმე ჩვენი პროფესიით საქმე მიუწვევი ვართ. ახლა ცოტა არ იყოს დავიზაფრე, იმიტომ რომ სტუდენტებს ველოდებოდი და ხდება ესეთი საზოგადოება, ესეთი აუდიტორია, რომელსაც დარწმუნებული ვარ, რომ მიუხედავად თქვენ ბრძანეთ, რომ არაფერი არ იცით თითქმის, მაინც დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი ძალიან კარგად იცით ქართული კინოს შესახებ და არა მარტო ქართული კინოს შესახებ, თანამედროვე უახლესი ქართული კინოს შესახებ და ერთი ამინდა კიდევ თქვა, რომ ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ მე ამ უნივერსიტეტში დიდი ხნის წინ მუშაობდი და ჩემთვის განსაკუთრებით ბედნიერება დღეს სწორედ აქ რომ მომიწია მოსვლა, რისთვისაც ძალიან დიდ მადლობას მოგახსენეთ. რა თქმა უნდა, თქვენ სწორედ ბრძანეთ, რომ ჯობია რომ არ იყოს ლექცია, მithumates თქვენ არ ხართ სტუდენტები, შეიძლება რამდენიმე სტუდენტი გვესწრება, მაგრამ ალბათ ჯობია რომ ვისაუბროთ, იმიტომ რომ ერთი საუბარი ნიშნავს კონტაქტს. კონტაქტი ნიშნავს გამოცდილების გაზიარებას, მარინა აზე ჩვენ საუბრობთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოსაზრებები გამოთქვით თქვენ. უბრალოდ რაღაც მოკლე შესავალს გავაკეთებ ალბათ იმისთვის, რომ მივიდეთ რაღაც გარკვეულ საკითხამდე, საიდანაც შეიძლება მე ამ საკითხის უფრო ფართოდ, უფრო ღრმად და შეიძლება უფრო მნიშვნელოვანი საკითხები აღმოვაჩინოთ, ვიდრე ახლა მე რასაც ფიქრობდი და რისთვისაც ვემზადებოდი ჩემი წარმოსახვით, იმის მიღმა შეიძლება ბევრად უფრო საინტერესო საკითხები აღმოჩნდეს სასაუბროც, განსახილველიც, არ ვიცი რამდენად შევძლებთ ჩვენ დღეს უკეთესი პერსპექტივის გამონახვას, იმიტომ რომ ბევრი რამ რა თქმა უნდა არ არის ჩვენზე დამოკიდებული საზოგადოებაზე, თუნდაც სამეცნიერო იყოს საზოგადოება, მაგრამ რა თქმა უნდა არსებობს მცდელობები და ჩვენ ისიც ძალიან კარგად ვიცით, რომ მხოლოდ და მხოლოდ წინსვლას აქვს აზრი გაჩერებას არაფერს აშვება.
არაფერს არ აკეთებს, მაგრამ აი ხა ასეთ ამ გაჩერებიდან მინდა დავიწყო, როდესაც საბედნიეროდ შეიცვალა ჩვენი სახელმწიფოს წურება, საბჭოთა კავშირი დაიშალა, დაინგრა და საქართველოს მოიპოვა დამოუკიდებლობა, ის წლები ყველას გვახსოვს, პირველი წლები, ახალი ცხოვრების შენების დაწყების წლები, რა თქმა უნდა, ხელოვნებასაც ისევე როგორც ნებისმიერ ეპოქაში, როდესაც ეპოქა იცვლება, მოუწია ახალი ცხოვრების წესის დაწყება. პირველ რიგში რა თქმა უნდა შესასწავლი იყო ეს ახალი ცხოვრების წესი, იმიტომ რომ კინო არ იყო საბჭოთა პერიოდში დამოუკიდებელი, ქვეყნის დამოუკიდებლობის როგორც ქვეყანას არ ქონდა დამოუკიდებლობა, ისე ბუნებრივია კინოს და თქვენ ძალიან სწორად აღნიშნეთ ხალხო მარინა, რომ კინო არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საშუალება, ტელევიზიაც რა თქმა უნდა, პროპაგანდის, საზოგადოებასთან ურთიერთობის, აზრის მიწვდენის და რა თქმა უნდა უგების თუ იმ ყველაფერზე, რასაც კინოს თავაზობს ადამიანს. და აი ეს პირველ წლებში მოხდა ძალიან ისედაც მძიმე იყო ჩვენი ეკონომიკური თუ სოციალური თუ ასეთი თუ ისეთი ცხოვრება და ერთ-ერთი ისეთი დარგი, რომელსაც არსებობისთვის ყველაზე მეტ ჭალებში ფული სჭირდება ხელოვნების დარგებს გულისხმობდია. იყო კინო, დაიშალა სისტემა, აღარ არსებობდა სახელმწიფოს ის იმ კატეგორიის დაფინანსება, როგორც მაშინ მანამდე რითიც მანამდე არსებობდა კინო და 90-იან წლებში პირდაპირ შეიძლება ვთქვათ, რომ ეკონომიკურ კრიზისს დაერთო პირველ რიგში საზოგადოებაში ახალს არაფერს არ ვუდგე, იყო რაც გარკვეული სულიერი შინაგანი კრიზისი, ფსიქოლოგიური კრიზისები, რომელმაც ძალიან მნიშვნელოვნად შეაფერხა კინოს არსებობა, არათუ განვითარება. აი ეს პირველი პერიოდი, სადღაც 2005 წლის ჩათვლითაც კი შეიძლება ვთქვათ, რომ კინო იყო უმძიმეს მდგომარეობაში, არა მხოლოდ ეკონომიკურად, იმიტომ რომ დაფინანსების წყაროები ფაქტობრივად აღარ არსებობდა და აღარ არსებობდა ინსტიტუციები, რომლებიც აფინანსებდნენ კინოს და შემდგომ ფილმ წარმოებაც ფაქტობრივად აღარ არსებობდა. მე ხარ დავიწყებ მას, როგორ გაჩნდა ახალი პროფესიები, პროდიუსერის პროფესია, როგორ შეიქმნა დამოუკიდებელი კინოსტუდიები, რომელმაც დაიწყეს ფილმების წარმოება ძალიან ისეთი გაჯერების ხარჯზე, ფინანსურ გაჯერებას გულისხმობ, მაგრამ აი პრინციპში ეს პერიოდი აღმოჩნდა კრიზისის გარდამავალი პერიოდი, მოგეხსენებათ, რომ კრიზისი არ არის. სულ იმიტომ კრიზისი ყოველთვის მოსდევს ხოლმე შემდგომ რაღაც აღმასვლა და ამ პერიოდში გადაღებული ქართული კინო ეს რაღაცნაირი ბაზა მოსამზადებელი პერიოდი იმისთვის, რაც შეიძლებოდა და შესაძლებელია დღესაც მოხდეს კინოში. და პირველი რაც არის კინემატოგრაფისთვის დამახასიათებელი, მოგხსენებათ, რომ არ არსებობს ტექნიკა, რომ არ არსებობს კინოაპარატურა, დღეს უკვე ციფრული აპარატურა, კომპიუტერული ტექნიკა და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, კინო ვერ იარსებოდა, იმიტომ რომ ვერ დააფიქსირებდა იმას, რასაც აფიქსირებს ეს ნებისმიერი კინო ხელოვანი. და თუმცა რაც მთავარია ტექნიკის პირველადობა არსებობას განსაზღვრავს, მთავარია კინო არის შემოქმედება. ზოგჯერ შემოქმედება არის თავისუფალი, რა თქმა უნდა, შინაგანად თავისუფალი, ზოგჯერ გარედან თავისუფალი, ზოგჯერ არსებობს დღეს საფედრიანო არამედ არსებობდა იცით ცენზურა, არსებობს ცენზურაც არის რაღაცა განწყობილი თემები, რომლებსაც ჩვენი საზოგადოება ხას უსვამს, ჩვენი საზოგადოება არ იღებს, არც უნდა იღებს, არც ცნობს, არ აღიარებს ეკრანზე გადაღების გულისხმობ, რა თქმა უნდა. და ამავე დროს არის თემები, რომელიც თავარია ის პირველად ის მნიშვნელოვანი თუ რაზე ესაუბრება დღევანდელი კინო, აი 21 საუკუნის სადაც 2005-2007 წლები გამოყოლებული დღემდე რაზე ესაუბრება ის საზოგადოებას. არ არსებობს ფილმი თუ ის არ მინდა მაგორება, მის
არსებობას ფასი არ აქვს. ხარისხს არ გულისხმობ ამ შემთხვევაში. ხარისხი კიდევ მეორე და მნიშვნელოვანი კომპონენტია. გულისხმობ რა არის კინოს და მაყურებელს შორის საუბრის საზოგადოებას წარმოადგენს მაყურებელი. ისევე როგორც რეჟისორი და საზოგადოების წარმომადგენელი. და ყოველთვის ასე იყო ნებისმიერ ეპოქაში, ნებისმიერ ქვეყანაში, რომ ხელოვნება არის ის, რომელიც იბადება საზოგადოებიდან, რეალობიდან და რომელმაც ასოფი უნდა გასცეს საზოგადოებას იმაზე თუ რაც მას აწუხებს. ინდივიდების ისეთი ერთეული რეჟისორების ინტერესები შეიძლება სრულიად არ იყოს მეორე ადამიანისთვის საინტერესო ეს არის ჩაკეტილი რაღაც ვაკუუმში მოქცეული ხელოვნების ნიმუში შეიძლება რა თქმა უნდა უწოდოთ ხელოვნების ნიმუში მაგრამ თავარია ის თუ რა აზრი აქვს მაშინ ისეთ ხელოვნების ნიმუშის არსებობას რომელსაც არ აქვს საქმე რომელსაც არ აქვს პოზიცია რომელსაც არ აქვს აუდიტორი მე არ გულისხმობ რა თქმა უნდა კინოს მესამე თვისებას ესეც მისი დაბადებიდან და გაჩნდა კომერციულ მოგებაზე არ აქვს საუბარი ამ შემოსავალზე ეს არის ის თუ არსებობს დღეს ქართულ კინოში ის თემები, ის პრობლემები, რომლებიც დღევანდელ საზოგადოებას აინტერესებს. ახალგაზრდებს, შუახნის ადამიანებს, ასაკოვან ადამიანებს, ყველას ერთად თუ არის ესეთი პრობლემა, შეიძლება რომელიღაც აქიჩეს არსებობს, რა თქმა უნდა. და აი თუ გადავხედავთ, რა არის ეს პრობლემები, რასაც როგორც ხედავენ, ან როგორც გონიათ რეჟისორებს, ან როგორც წარმოუდგენიათ სიტუაცია გადამეჭიდეს, აი ამ შეიძლება წარმოაყენოს აუდიტორია და რამ შეიძლება განსაზღვროს საზოგადოებასთან ერთი და იგივე ენაზე საუბრის რაღაცა ფაქტორი. აი თუ შევხედავ ესე მთლიანობაში ისე ხასუთავ აქ გამონაკლისები, მაგრამ მთლიანობაში ქართული თანამედროვე კინო აი 90-იან წლებიდან მოყოლებული საუბრობს რამდენიმე ძირითად საკითხზე, ძირითად პრობლემაზე. ხდება ამ თემის ტირაჟირება. ფილმი და ფილმში არის საუბარი რაზე. ერთ-ერთი მთავარი არის სოციალური საზოგადოების სოციალური მდგომარეობა. რომელსაც ბევრი პრობლემა, რა თქმა უნდა, მოსდევს. მეორე ასევე ძალიან ხშირი ის მდგომარეობა, რითაც ცხოვრობს ფილმებს დღეს ძირითადად მაინც ახალგაზრდები იღებენ, რა თქმა უნდა, უფროსთაობის წარმომადგენლები, ისეთები როგორც არიან ლანა ობერეძე, როგორცაც სულ ცოტა ხნის წინ იღებდა ელდა შენგელა, როგორცაც იღებს ბერა ტოყოჩაშვილი, მაგრამ ისინი აღარ არიან იმ რაღაც გარკვეული მთავარი ღერძის გამტარები. მათ სხვა ინტერესები და სხვა პრობლემა ახალგაზრდები საუბრობენ იმაზე, რასაც ხედავენ თავიანთ გარშემო. ერთ-ერთი უმძიმესი პრობლემა ყველა პრინციპის არის ნარკომანიის პრობლემა, ხო? ნარკომანიის პრობლემა ჩვენი საზოგადოების, რომელიც, რა თქმა უნდა, აისახება თუ ყოველ მეორე არა, ყოველ მესამე ქართულ ფილმში. ერთ-ერთი ასე ძალიან მნიშვნელოვანი ესეთი ასევე ტირაჟირებული სულ სიტყვას ხმარობ ამ შემთხვევაში, მაგრამ უბრალოდ მე გულისხმობ გამეორებების ის თემები, რომელიც მუდმივად მეორდება. ეს არის ომი, ახალგაზრდების ომი და იმ ადამიანების მდგომარეობა ომის პერიოდში და ომის შემდეგ. ზოგიერთ შემთხვევაში რატომ უნდა ამას საკითხაზე გავისვა, როგორც შემთხვევაში აბსოლუტურად გულსხმელი ინტერესი, აბსოლუტურად გულსხმელი დამოკიდებულება. ნამდვილად აი გულიდან ამოსული საქმე. მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში თუ ძირითადად არა, ეს არის კარგი წყალებში ვამბობ თემა, მომგებიანი თემა, რომელიც მუშაობს თუ წაიღებ რომელიღაცა საერთაშორისო ფესტივალზე ინტერვიუით. ითვლება, რომ აი თუ სიტყვაზე გამო გიორგი ელვაშვილის ფილმი ახალგაზრდის
თემაზე დავანაკლებ ძალიან სერიოზული რეაქცია გამოწვია პირველ მსოფლიოში. რამდენი ათეულ ფესტივალზე იყო წარდგენილი, რამდენი ათეულ ფესტივალზე მოიგოს. მეორესაც უშევს სულ რატომაც იქნებ ამ თემამ გაჭებს. ზოგიერთ წელს ზოგიერთ მაგ უკვე ხარისხის პრობლემა სიცეკვეა ხო რამდენ ხალხს საინტერესო თუ არ ხალხს გულწრფელი თუ ეშენი სასაუბრო ასე ვთქვათ თემა არ არის გულიდან წამოსული რა თქმა უნდა მას არ შესაბამისად არ აქვს ისეთი ხალხად საინტერესო და გამორჩეული ფორმა. კიდევ ერთი თემა რომელიც არის ალბათ დააკვირდით ძალიან ტირაჟირებული ასევე ეს არის სექსუალური უმცირესობების თემა. იმიტომ ყოველთვის იმიტომ რომ ვიღაცას ეს მართლა ანასიარებს ან ისიარებს. სწორედ იმიტომ რომ ზუსტად იციან სადღაც რომელიღაც ფესტივალზე ისე პირობით აკეთებს ბერლინის ფესტივალზე ამ თემის შემოსვლები აუცილებლად დაიმანჯებს იმიტომ რომ ეს მხატვრულად არის საერთოდ. იმიტომ რომ ეს თემა თემის გაშვებასაც აქვს თავისი რაღაცა საზღვრები ხო? არის კიდევ ერთი თემა, რომელიც ალბათ ძალიან დიდი ხანია ქართულ კინოს აი ესე მასალით გააზრდებს აი წითელ ზოლად. ეს არის რაც ალბათ ყოველთვის იქნება, იმიტომ ეს არ არის მარტო ქართული კინოსთვის, ახალგაზრდა ადამიანი ან ძალიან აქტივის შუახნის ადამიანის მიერ სამყაროში ზის ქვეშ როგორც ამბობენ და ადგილის ძიება. საკუთარი თავის ძიება და სხვათა შორის როდესაც ესეთ ფილმებს მიიღებს ვიღაც ამ თემას კიდევს ხელს ძალიან ხშირად არის ხოლმე ესეთი მართალი და ნამდვილი ესეთი რადგან როგორც ჩანს იმ კონკრეტულ რეჟისორს ან კონკრეტულ ამატორს კინოდრამატურგს ეს პრობლემა გარკვეულწილად აინტერესებს კარგად ისმის. ის ხედავს იმ სამყაროში ადამიანის ისეთ არსებობას, რომელიც ან არის გარიყურები, ეგზისტენციალური კრიზისით შეიძლება ვისაუბროთ, მაგრამ აქ არის სწორედ ის თემა, როდესაც ვიღაც ინდივიდი და საზოგადოება ვერ უგებს ერთმანეთს. ან ვიღაცა დავუშვათ სადღაც 50 წლის დაახლოებით ადამიანმა რომელმაც այսօր იმ წლებში როდესაც ახალგაზრდა ადამიანის ცხოვრება უნდა ყოფილიყო ისეთი როგორც უნდა იყოს ნორმალურ საზოგადოებაში თანაბარ გამედაკარდა 90-იან წლებს გულისხმობ თავისი ძალიან ბევრი პრობლემით. ამას მე აი ასეთ თემებში ორგანულად შედის თითქოს გზააბნეული გზადაკარგული ადგილის მაძიებელი ადამიანი ან ზოგადად რომელიც აღარ ეცებს ადგილს ის შედის უკვე ნარკომანის თემას მოსდევს კრიმინალისტებმა. ეს ჯაჭვია ლოგიკური ჯაჭვია რომის გარეშეც კი არა თუ ეს ხდება ეს ყველაფერი შეიძლება ერთად ხდება ხოლმე და ერთად მიდის ეს პროცესი, რომელიც მოხდა შემდგომ თუ საინტერესო ხებისა და აზროვნების ისტორია ის აუცილებლად ამას საინტერესო ხალხურ ფორმას მიანიჭებს. აი იმ ფილმებში, რომელიც აი 50-იან, 60-იან, 80-იან წლების ხართულ კინოში იქმნებოდა და რამდენიმე მართლა გამოარჩიოთ. როგორც ძალიან მნიშვნელოვანი მხატვრული ღირებულების ბონის სიახლის მომტანი, რაღაც ახალი ენის შემომტანი, იყო ერთი ისეთი პატარა განაკლისი. ძალიან ნაკლებად იყო, ასე ვთქვათ, გენდერული ბალანსი კინოში, დაცული ცხოვრებაში, როდესაც ძალიან ნაკლებად იყვნენ ფილმის გმირი ხალები. ახლანდელ ქართულ კინოში გაჩნდა ბევრი რეჟისორის გაჩნდა და შესაბამისად მათი პერსონაჟებიც
ამიტომ კარტოკინა შეგვადა ხალი გვიდები იმ პრობლემებით რომლებიც ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით რაც დღეს შეიძლება დედას შვილს თუ მარტოხელა თავს საზოგადოებაში რა მდგომარეობასაც შეიძლება ეს ადამიანები განიცდიან და ამავე დროს ჩნდება ის რომ ვინ არის კერკაცრავად საიდან მოდის ამ პრობლემების სათავე აი ეს არის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ქართულ კინოში როდესაც თითქმის არავინ იშვიათი გამონაკლისის გარდა არ პასუხობს თავარ კითხვას ვინ არის დამნაშავე რა თქმა უნდა კინო არ არის არც საჯულია არც სასამართლოა და არც ადვოკატი რომელმაც შეიძლება ვიღაცების უფლებების დაცვაზე ან პირიქით მათ წინააღმდეგ რაღაც გარკვეული გამოძიება ჩატაროს და ეს დასკვნა დადოს მაგრამ თვითონ ფაქტი რომ აი რატო ხდება აი რა დაემართა ამ ყოფილ მუსიკოს ესე ფილმის გმირია დოკუმენტური ფილმის სხვათა შორის რა დაემართა ძალიან ცნობილ 90-იან წლებში ძალიან აქტიურად დაკავებულ მუსიკი 80-იან წლებში აქტიურ რაც ისეთ მუსიკოს სად გაქრა მისი ცხოვრებიდან ის რითაც ის ცხოვრობდა თავარი მუსიკა ხო ეს არის მისი არა მარტო პროფესია არამედ ცხოვრების ეს მაგრამ ჩვენ ხედავთ ფაქტს და არ ხედავთ მიზეზს და იქნებ იმისთვის რომ რაღაცა გავარკვიოთ კი არა ხვალ დავინახოთ ხვალ რა შეიძლება მოხდეს საზოგადოებაში თუ კინოს ვანიჭებთ ამ ფუნქციას რომ კინო შეიძლება არ აღზადოს მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაღაც იმ კითხვაზე რომელიც ჩვენ გვაინტერესებს და გვაღლობს და კინოს თუ შეუძლია რომ იმ კითხვაზე თუ პასუხი გადაჭრილი პასუხი არ გაქვს ეს ერთად მსჯელობის საზოგადოების რაღაც თუნდაც პატარა ნაწილში ერთად მსჯელობის რაღაც საშუალება მოგცეს აი ეს საწყისები წინაპირობები უпростоრად ძალიან იშვიათად ხდება გასაგებია რომ შეიძლება ყველაფერი ისე არ უნდა გამოეძიო მაგრამ იმისთვის რომ მიხვდე რატო აღმოჩნდა დღეს რომელიღაც ოჯახის დედა რატო გაუჩნდა სახლიდან წასვლის სურვილი იმიტომ კი რომ კონკრეტულად ფილმში რაც ხდება არა იმიტომ რომ იქ რაღაც ოჯახში არის კონფლიქტი არამედ რატომ არის ამ ოჯახში კონფლიქტი რა მოხდა იმიტომ თემა თვითონ განსაზღვრავს იმას რომ ზოგადად ჩვენ ყველა მშვენივრად ვიცით რომ ზოგ ოჯახში არის კონფლიქტი ზოგ ოჯახში არ არის ზოგი ადამიანი ბედნიერი ზოგი ადამიანი არ არის ბედნიერი რა თქმა უნდა კინო არ არის ხელოვნება არასდროს არ აინტერესებს ისევ წყალებში ხმარ არ აინტერესებს ბედნიერი ადამიანები ბედნიერი ცხოვრება არ არის ხელოვნების კვლევის თუ ხელოვნებაში ასახვის თემა ყოველთვის ხელოვნების უმთავრესი ალბათ მიზანის დანიშნულებას ფუნქციაც იყო ის რომ ესაუბრა იმ პრობლემებზე რომელიც საზოგადოებაში არსებობს იმ თემებზე რომელიც აწუხებს საზოგადოებას და იმაზე კი რა თქმა უნდა არის ესეთი კინოს რომელიც ბედნიერად შეიძლება ძალიან ბევრი უბედურება ხდებოდეს მაგრამ ბედნიერად თავდება არის ისეთი ხელოვნება ჩვენ ყველა ვიცით ანტიკური თეატრიდან როდესაც გმირმა ყველა პრობლემა უამრავი ამ გაჭირვება წინაღობა გაიაროს აუცილებლად უნდა დაიღუპოს გმირი მაგრამ მისი დაღუპვა არის გამარჯვების ტოლფასი რადგან ის განიცდის კათარზის მასთან ერთად განიცდის მაყურებელიც მკითხველი თუ მაყურებელი კათარზის მაგრამ ეს შეიძლება რაღაცა თქვას რომ დღეს აღარ არის ხელოვნების ფუნქცია კათარზისი შეიძლება ასეც არის. დღეს ხელოვნების ფუნქცია შეიძლება სრულიად სხვა რაღაცა იყოს, სრულიად განსხვავებულ
ნიშაში არსებობდეს და შეიძლება მას ჰქონდეს ის ფუნქციასა განსხვავებული ამოცანებიც, მაგრამ მიუხედავად ამისა, აი თვითონ ჩვენგანის დამოკიდებულება ან მხატვრული ლიტერატურის, ან სპექტაკლის, ან ფილმის, ნებისმიერი ხელოვნების ნიმუშის მიმართ, მაინც რა თქმა უნდა არის ის უმთავრესი, რომ ჩვენ ამ ნაწარმოებმა უნდა ყველაფრის მიუხედავად უნდა მოგვანიჭოს სიხარული, უნდა მოგვანიჭოს ბედნიერება. თუ ჩვენ როგორი ტრაგიკული თემატიკა და როგორი ტრაგიკული ამბის მომწველიც არ უნდა იყოს ეს ამბავი, არის მთავარი არის, ხო? რა თქმა უნდა, ხელოვნების მიზანი გახარება. თუ ეს სიხარული არ მოდის, რა თქმა უნდა, ხელოვნების ნაწარმოების არსებობაც, კონკრეტული ნაწარმოების არსებობაც შეიძლება დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ და რა თქმა უნდა, იმაზე საუბარი, რომ ან ვიღაცამ აკრძალოს, ან ვიღაცამ უარყოს ამ ნაწარმოების არსებობა, რა თქმა უნდა, ეს აბსოლუტურად გამორიცხულია, მაგრამ მთავარი არის თუ რაღაცნაირად ოდნავ მინდა შევაჯამო, რომ მე იქ ვისაუბროთ კიდევაც, აი ვინ განსაზღვრავს ამ პროცესებს, კონკრეტული ინდივიდი, რა თქმა უნდა, მაგრამ ისევ უბრუნდები იმ საკითხს, რომ ამ ყველაფერს განსაზღვრავს საზოგადოება, საზოგადოების ინტერესი, საზოგადოების მოთხოვნილება. საზოგადოება ძალიან ფართია და შეიძლება ვიღაცას ასეთი მოთხოვნილება ჰქონდეს და ვიღაცას ისეთი, მაგრამ მთავარი მაინც არის ის, რომ ის რაღაც ტკივნეული თუ რაღაცნაირად ესეთი აი ძალიან მგრძნობიარე საკითხები, რომელიც დღევანდელ საზოგადოებას ზოგადად აწუხებს და ინდივიდებს აწუხებთ ამ საზოგადოებაში, ფაქტობრივად ყველასთვის ძალებში ვამბობ ისევ ერთია, რადგან ნებისმიერი საზოგადოების ნებისმიერი წარმომადგენელი, საზოგადოების ნებისმიერი წევრი, რა თქმა უნდა, გულისხმობ კონკრეტული ერის თუნდაც იგივე ტრადიციას, გამოსწრებას თუ დღევანდელობას, მაინც არის რაღაც საერთო ერთიან, სულიერ ერთიან შინაგან კავშირში, როგორი განსხვავებული ინტერესებიც მას თითოეულ ჩვენგანს შეიძლება ჰქონდეს და როდესაც აი მივდივართ, აი უყურებთ სპექტაკლს, უყურებთ ფილმს, კითხულობთ რაღაც თუნდაც ახალი თანამედროვე მწერლის რაღაცა ნაწარმოებს, აი ეს მთავარი თვისებები, მთავარი ნიშნები, რაც ყოველთვის გამოარჩევდა და ყოველთვის დამახასიათებელი იყო ქართული კულტურისთვის და სწორედ აი ამით ფასობს ხო ნებისმიერი ქვეყნის ხელოვნებას და ქართული ხელოვნებას, რომ ეს არის ის, რის გარეშეც არ არსებობს, არც საზოგადოება არ არსებობს, არც ამ საზოგადოების შექმნილი ხელოვნების ნიმუშები თუ თუნდაც იგივე სამეცნიერო მიღწევები, მაგრამ ამავე დროს არის სწორედ ის, რა არის მთავარი გამაერთიანება, რა არის მთავარი ნიშანი, რომელსაც ვერავინ ვერ გამოიგონებს. ეს არსებობს. ეს ოდესღაც მრავალი საუკუნის წინ გაჩნდა და დღემდე გრძელდება, იმიტომ რომ ეს ხაზი, რომელთაც თუნდაც იგივე ქართული კინო, როდესაც შეიქმნა მრავალი ის გაიარა წელი პერიპეტიები, ასეთი იყო, ისეთი იყო, ქართულმა კინომაც კი აიღო ის მთავარი, რაც იყო დამახასიათებელი ზოგადად მთლიანად ქართული კულტურისთვის, იქნებოდა ეს ქრისტიანული კულტურა, იქნებოდა ეს ხელოვნების საერო ნიმუშები, ამის გარეშე ვერასდროს ვერაფერი ვერ შეიქმნებოდა, მაგრამ აი და მთავარი ხა დაუბრუნდებით ამით ამას მონოლოგს დავასრულებ, დღეს თუ არის აი ეს არის კიდევ ერთი მთავარი კითხვა თანამედროვე ქართულ კინოში, თანამედროვე ქართულ თეატრში, თანამედროვე ქართულ მწერლობაში თუ არის ის უწყვეტ თუ ეს ხაზი ხომ არ არის გაწყვეტილი, რომელიც
მრავალი საუკუნე არსებობდა, ამოძრავდა, სულს შთაბერავდა ხოლმე ხელოვნების ნიმუშებს და დღეს ერთი ცუდი ტენდენციაც ჩნდება სამწუხაროდ, რომ ეს არსებობს, მე დარწმუნებული ვარ და შემიძლია თავი დავდო ამაზეც, მაგრამ ამავე დროს შემოდის ისეთი ენა ქართულ კინოში, რომელიც ძალიან კარგია, მაგრამ არ არის ჩვენთვის ბუნებრივი და არ არის ჩვენთვის ორგანული. აი ეს გათვლა, რომელიც თემები ვახსენე მანამდე ხო საერთაშორისო ინტერესების მიმართ ყოველთვის ნებისმიერი აი კინო გამოცდილებაც ამას ადასტურებს, რომ ყოველთვის ნებისმიერი ქვეყნის კინო იყო საინტერესო იმით, რომ ის იყო ამა თუ იმ ქვეყნის კინო. არ იყო დაუშვათ რაღაცა საერთაშორისო კრიტერიუმები ეს კინემატოგრაფში არ არსებობს. ისევე როგორც არის რაღაც ნორმები, მაგრამ არ არსებობს ესეთი წესები არსებობს, მაგრამ აი შინაგანი რაღაც ძალები და ნაკადები, რომლებიც ამ ყველაფერს ამოძრავებს, ესეთი რაღაცა მაშინ არავისთვის არ ახარ საინტერესო. თუ გაქვს შენი საინტერესო ხარ. თუნდაც არ იყოს ისეთი ხარისხის, როგორც უშუალოდ დღეს, არ ვიცი რომელი ფრანგული კინემატოგრაფი, ხო? მაგრამ მიუხედავად ამისა, თუ ხარ, მაშინ ყოველთვის არის ინტერესი. თუნდაც საერთოდ არ იცოდნენ შენი არსებობის, შენი ქვეყნის არსებობის შესახებ. ეს აღარ არის, მაგრამ მაინც ევარო პირობით. აი ის აღმოჩენა ყველასთვის საინტერესო, ისევე როგორც ჩვენთვის, რომ აი მოვიდა ვიღაც ახალგაზრდა რეჟისორი, მოვიდა ვიღაც ახალგაზრდა მხატვარი და სწორედ ჩვენს მთელ სამყაროსთან ერთად აღმოაჩინეთ მის ძალიან კვეთრად გამოხატული ინდივიდუალობა. ქართული კინოც იყო და უნდა იყოს აი ეს კვეთრად გამოხატული ინდივიდუალობის მატარებელი. თუ ეს არ არის, არც ჩვენთვის აქვს ამას ფასი და მით უმეტეს დედამიწის ზურგზე ნამდვილად არავისთვის. რა ვიცი თუ გნებავთ ისაუბროთ თუ გნებავთ მე კიდე რაღაც იმას ვიდა. დიდი მადლობა გაბატონ ლელა. მაშინ მე დავიწყებ თქვენის ნებართვით. მენიშნა თქვენ აქ ახსენეთ ენა და მართლაც ესეთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის. შეგახსენებთ რომ ბაბილონის გოდოლის თქვა ესეთი განგრევის თუ ვერაშენების შემდეგ ღმერთმა ენები აურია. ასე ამბობთ და მე ვეყარ გააგებინებს ერთმანეთს ვერაფერი. რაღაც თქოს ესეთი რაღაცაც მოხდა საბჭოთა ეპოქაში, რაღაც ერთ ენაზე ვსაუბრობთ. აი ეს კინო ხელოვანები, თუნდაც ლიტერატურის შემოქმედები, თუნდაც სპორტში რაღაც იმ ენაზე საუბრობდნენ, რომ ეს იყო უკომპრომისობის, თუნდაც იოსელიანის, გოგოჩაშვილის და სხვების რაღაცა თავისი შენგლაიასი თუ ოღობერიძის ვინც ახსენეთ. რაღაცა უკომპრომისობის, თავდადების, თავგანწირვის, ისტორიის გახსენების, ჩვენი თქვა ღირსების, ასეულობის შესახებ რაღაცის კიდევ ერთხელ შეხსენების და რაღაც ამ თემაზე იყო სულ. თითქოს ის რაღაც მოცემულობა იყო, რაღაც ამოცანა იყო, რაც თქვა აი ერთმანეთს უნდა გადაგვეცა ერთმანეთისთვის, რომ აი თლად ძალიან ღრმა ჭაობში ჩაფლულიყავით. ეხლა 90-იანების შემდეგ თქვენ რაც ახსენეთ და მოდის მე-20 და 21 საუკუნის მე ვიტყოდი უფრო აი საბჭოთა ეპოქის დროინდელი თქვა კინო და იმის შემდგომი თქვა აი ამ ამოუკიდებელი საქართველოს დროინდელი ამ ეპოქის კინო. თქვენ ახსენეთ ბევრი სოციალური თემა აქ. ყველა თემა ნარკომანია იქნება ეს ოჯახური თქვა ძალადობა, თქვა თუ მცირესობა, სექსუალური თუ თქვა თაც იქნება ეს ყველაფერი თუნდაც ფინანსური ეკონომიკური კრიზისი და ომის თემა ეს ყველაფერი შეიძლება რაღაცა ჩავთვალოთ რომ ერთი ენით საუბრობთ მაგრამ თან ეს ის ხელოვნება და ის სივრცეა რომელიც ყველა ჩვენთაგანის ოჯახში შემოდის და ყველა ჩვენთაგანს გვესაუბრება თავის ენაზე მიუხედავად ამისა მაინც სხვადასხვა ენაზე ვსაუბრობთ მიუხედავად ამისა მაინც ვერ გავერკვიეთ
ვერც მოთემულობაში და ვერც თქვა აგვისახია რაღაცა მიზანი, ვერ გამოგვისახია თქვა აქედან გამოსავალი. თქვენ რას ფიქრობთ? ერთია თქვა რას აკეთებს დღეს და რა თქვა ფინანსური მოცემულობის ფარგლებში ესე რომ თქვა და შესაძლებლობებში ამას ახერხებენ. როგორ ფიქრობთ, თქვა თუ იქნება მეტი თქვა თანხა ან დაუშვათ რაღაც აი мотивация როგორია? იქნება ამ თემებზე ისეთი თქვა ნაწარმოებები შეიქმნება, რომელიც ჩვენ უკეთესობისკენ შევცვლის, თუ არა, აი როგორ ფიქრობთ, თუ შეიძლება ამაზე რომ ესაუბროთ. თუ მხოლოდ ეს ერთი პრობლემაა, რომ თქვა ფინანსური კრიზისია. არა, რა თქმა უნდა, ეგ არ არის ერთადერთი პრობლემა. სამწუხაროდ, ეგ არ არის სხვა პრობლემები არსებობს, მაგრამ მან ხდება ერთი უცნაური თითქოს ის აი მე მაგალითად რამდენიმე რეჟისორთან მისაუბრია, რომლებსაც აქვს ძალიან საინტერესო სცენარები, თუნდაც იგივე საქართველოს ისტორიის, შორეულ ისტორიას გულისხმობ და არა უახლეს ისტორიას. აქვთ თემები, რომლებიც თქვენ კარგად გახსოვთ, რომ საბჭოთა პერიოდში თუნდაც იგივე რელიგიის მოღვაწეებზე, სასულიერო პირებზე საერთოდ არ შეიძლებოდა არ იღებდნენ დადებით კონტექსტში ყოველ შემთხვევაში ხომ ან იყო ყოველთვის რაღაც გაშარჟებული. მერე დაიწყო ეს თემა იგივე ანთიმოს ივერიელზე გადაიღეს ფილმი ნაზარზე კათოლიკ ეპისკოპოს ნაზარზე და ანუ გაჩნდა თემები და ძალიან გრიგორ დიახ თამარ დულარიძე ძალიან თუ იცით აი სულ იკვლევდა ამ თემას მაგრამ რაღაც შემდგომ ეს იყო პირველი ესეთი ძლიერი ტალღა ახლა თუნდაც ალექსანდრე რეხვიაშვილის გზაშენისაკენ რომელიც ანთიმოს ივერიელის ცხოვრებას და მოღვაწეობას უпроსოდ ცხოვრების თქვათ აღსასრულის საკითხებს ეხება, მაგრამ თლიანად გაზდებს ამ ფილმს მისი მოღვაწეობა. შემდგომ და ამ ყველაფერმა მოიცვა ძალიან ესეთი დიდი სპექტრი მოიცვა, ინტერესი ყოველთვის იყო, მაგრამ ნება როგორც კი გაჩნდა დაიწყო ამ საკითხების კვლევა. შემდეგ გაჩნდა თემები, რომლებიც აი ისეთ ხა დავით აღმაშენებელზე და ხა ის ცნობილი ფაქტია ბევრჯერ მიუბრუნდა უბრუნდება მაგრამ არ გამოსდის არაფერი ქართულ კინოს რო თუნდაც იგივე აღმაშენების შესახებ ისტორიული პერსონაჟების იქნება ისტორიული პერსონაჟები მაგრამ საქართველოს ისტორიას რაც ეხება ხო რაც აი სწორედ იმ სულიერების თუ რაღაც გარკვეული დამოკიდებულებების თუნდაც იგივე რაღაცა უკეთესობისკენ საზოგადოების მოცევისკენ რომ იყოს მიმართული აი ყოფილა რამდენჯერმე აი ნამდვილად ვიცი არსებობს სცენარები შეაქვთ ეს სცენარები საკონკურსოდ არც ერთხელ ეს სცენარი ვერ იმარჯვებს აქ ვერ ვიტყვი ვისი ბრალი კომისიის ბრალია ზოგადი რაღაც გარკვეული მითითებს რომ ეს თემა არ გვინდა გასაგებია ეს არის ძალიან დიდ ფულთან დაკავშირებული ისტორიული რეალობის ადგენის ითხოვს ხო ძალიან ბევრ რაღაცას მაგრამ აი ის თემები რომლებიც სხვა ნაირად შეიძლება ზრდიდეს ადამიანს ლიტერატურა შველის რაღაცნაირად, მაგრამ რომლებს აი თუნდაც იგივე ბავშვი რომ ყველა ბავშვი ვიცით რომ თუ არ მოგლიჯე ტელევიზორს ან კომპიუტერს სულ რაღაცას სულ ახარი ამით იღებს ძალიან დიდ განათლებას. აი ეს სამწუხაროდ მე მართლა არ ვიცი ვერც გავბედა რომ თქვა ჩემი ვარაუდი რა თქმა უნდა ალბათ ყველას ექნება რატომ არ არის ინტერესი, მაგრამ პირველ რიგში მაინც ალბათ ეს ინტერესი უნდა მოდიოდეს არა კონკრეტულად ჩვენგან, არამედ ზოგადად სახელმწიფოსგან. კარგი გაგებით
პროპაგანდა კი არა რა სიტყვა. აი კარგი გაგებით უნდა იყოს მიმართულება საკანონმდებლო თუ იგივე იმ სეგმენტში რომელიც კინოს აი ჩვენ თქვენ რა ბრძანეთ ხალხი მაგრამ აი თუნდაც იმ საკითხებთან რომლების გარეშეც რა თქმა უნდა ვიღაც ერთ რეჟისორს რომელიც 10 წელიწადში ერთხელ ეძლევა ფილმის გადაღების საშუალება შეიძლება იმას და იმასაც იღებს სიტყვაზე ვამბობ მილიონის ნაცვლად 5,000 ლარს რომელსაც ხსენებათ რა შედეგი შეიძლება მოიტანოს ამღა ისე ვამბობ არ მინდა რომ ვინმეს რამე დავაბრალო მაგრამ თუ არსებობს ინტერესი ნებისმიერ ქვეყანას ნებისმიერ სახელმწიფოს აქვს კარგი გაგებით პროპაგანდა ესაგებია ისევ მაპატიეთ ერთ დავკონკრეტები ისევ იქამდე მივდივართ მე მგონი რაღაც ისე გამოიკვეთა რომ აი ფინანსური ვთქვათ სიდუხჭირის გამო არის ეს თორემ არსებობს რაღაც სცენარები არსებობს ვთქვათ ის ხალხი ვინც შემოქმედები ვინც ამას ვთქვათ მოავალს თავს ხო და რომ გამოვკვეთოთ ვთქვათ რა დაკვეთა აქვს საზოგადოებას ერთი ის რომ აუშვათ ამ პროდუქტმა ჩვენ რაღაცა უნდა შეგვახსენოს და გაბზარდოს ან რაღაც ფასეულობით ღირებულებით ვთქვათ ასპექტში ვთქვათ გავიხსენოთ რანი ვიყავით და როგორც ილია ჭავჭავაძე ამბობს მაგრამ მეორეც არის ვთქვათ ამოცანა რომ გავაცნოთ საზოგადოებას უცხო საზოგადოებას მთელს მსოფლიოს როგორც წარმოგიდგენიათ ის სცენარები ეხლა ძველი ისტორიის შესახებ ვთქვათ ან რაღაც ანუ აი ეხლა შეიძლება რომ ვთქვათ აი მოხდეს გაცნობა მთელს ვთქვათ მსოფლიოსთვის თუ დევანდელი სოციალური ვთქვათ ესეთი მდგომარეობის შესახებ გადაღებული ფილმებით ვთქვათ უფრო მეტად გაიცნობს ერთია რომ გაიცნობს ვთქვათ 2000 წლის წინ რაც წარმოადგენდა საქართველოს და ამ 2000 წლის განმავლობაში ან 3500 წლის წინ ვთქვათ ახლა არგონავტებზე გადავიღოთ რაღაცა ფილმი რაღაცა და ვთქვათ აი რომ აი თურმე საქართველოს კოლხეთი იბერია ნუ რაღაცა ფასი რაღაცა ნუ არსებობდა აი ამითი ვთქვათ ძველი ისტორიის ფონე თუ დღევანდელი იცი და მე მგონი რომ ძველი ისტორია ძალიან კარგად იმუშავებს პრიორიტეტი რომელი უნდა იყოს პრიორიტეტი ის ალბათ მაინც უნდა ვთქვათ რომ ძალიან მნიშვნელოვანია მხატვრული ხარისხი როგორი იქნება აი ესეთი ისტორიულ თემებზე ისტორიულ პერსონაჟებზე ან რაღაც სულიერების რაღაცა სხვა მიმართულებებზე შექმნილი ფილმების გამოსახულების და ტექნიკური გადაღების ხარისხი ალბათ იმიტომ რომ ეს სოციალურ თემებზე გადაღებული ფილმები ან არ სოციალურზე მაგრამ დღევანდელი საზოგადოების რაღაც გარკვეულ პრობლემებს რომელიც სულიერ კრიზისებს ესე ვთქვათ ამას მხატვრული ფორმა და ბევრი ის არ ჭირდება გარემო ხა თქვენ წარმოიდგინეთ რომ ისე გადავეკიდე ამ დავით აღმაშენებელს მაგრამ დავით აღმაშენებელზე ვიყავით ფილმს რა უნდა გადაიღო დავით აღმაშენებელი თუ არ ყავს ცხენები თუ არ ყავს აბჯარი იარაღი ხო რითაც ხმალი რითაც მაშინ იბრძოდნენ ან მაშინ შეიძლება ამის გაკეთებაც რომ თუ ამ ყველაფერს რეჟისორი მოახერხებს ისე რომ აი როგორც რეხვიაშვილმა გააკეთა ანთიმოზევერიელს ჩააწვა ესეთი ანაფორას ტიპის რაღაც კოსტუმი და საერთოდ არ გააჭაჭანა არც ანთიმოზეველიც მებრძოლი იყო ბოლოს ხო გარდა იმისა რომ სასულიერო პერი იყო არც ერთი სცენი კადრში არ გამოჩნდა მოყვა ისტორია სულიერების იმ ძალიან მნიშვნელოვანი ღირებულებების ისტორია იმ მისი თავგანწირვის ისტორია რწმენისთვის სამშობლოსთვის ღირსებისთვის და ეს ამბავი მაგრამ მაინც ალბათ ისიც საინტერესოა რამდენად ღირებულია ის სცენარები რამდენად არის იმ სცენარებში ის მთავარი თუნდაც ფაქტის სიზუსტის დონეზე ან ფაქტის არაერთგვაროვანი აღქმის დანახვის დონეზე ჩატარდა რომ ესა კვლევა
ამის გარშემო როცა ის ვიღაც რეჟისორი ძალიან ნიჭიერი შეიძლება სცენარს წერდა. როდესაც თუნდაც აი საქართველოს უახლეს ისტორიის შესახებ აფხაზეთის ომის გულისხმობ ხო შინდისი გადაიღეს რამდენიმე ესეთი ფილმი რომელიც აი აფხაზეთს და 2000 წლის ომის ამბებს რო უკავშირდება ხო რამდენად მე არ ვამბობ რომ ხარული კინო უნდა იყოს ისტორიულად სიტუაციით მისდევდეს ყველა ფაქტს რა ხდება მაგრამ თუ პრეტენზია აქვს ფილმს აი ამაზე ის რა თქმა უნდა იყოს ძალიან კარგად დამუშავებული და როდესაც აი რეჟისორი იკვლევს მიდის ამის მომსწრეებთან მონაწილეებთან და შემდგომ მათი მოთხრობილ ისტორიას საკუთარი ინტერპრეტაციით აღიქვამს აი აქ შეიძლება ბევრად უფრო დიდი დაზიანდეს ყველაფერი ვიდრე შეიძლება თუ არ იქნება ზოგჯერ ჯობდეს რომ არ იყოს რადგან ამან შეიძლება სერიოზული ელემენტარულად განხილვა ადამიანებში განსაკუთრებით ახალგაზრდებში ან უბრალოდ ესეთი აგრესიული და ესეთი აღშფოთებას კი საპროტესტო ის გამოიწვიოს მაგრამ მე მართალი გითხრათ არ მეგულება დღეს აი ესეთი მნიშვნელოვანი ისტორიული ის ჭარებში ვამბობ რა თქმა უნდა ისტორიულს მან ყველა ბევრი რაღაცაზე შეიძლება იყოს საუბარი ვინც აწევს აი საკუთარი მხრებით ესეთი ფილმის გადაღებას გიორგი შენგელაიას რომელსაც ყველა ცხადია კარგად ძალიან უნდოდა გადაღება რაღაც ესეთი თემების ასეთი ტიპის თემას ისტორიულ რეალიებზე მხატვრული ფილმის გადაღება მაგრამ მე ვერ და მე ვეღარ მოსო მაგრამ მას შეეცება რატო გამახსნა შენგელა რომ ზუსტად შეიძლება მივხვდეთ რომ მას შეეძლო ეს გაკეთება და დღეს თუ იმ შედეგითაც შევხედავთ შევაფასებთ რასაც და როგორც იღებენ დღევანდელ ქართულ კინოში ძალიან საინტერესოა რამდენიმე რეჟისორი ძალიან საინტერესო ფილმია შექმნილი მაგრამ ეს ის რეჟისორები არ არიან რომლებიც შეძლებენ სხვა მიმართულებით წასვლას და სხვა საკითხებზე ელემენტარულად დაფიქრებით ალბათ ფიქრობენ მაგრამ ჩვენამდე ამ საკითხების მოტანას ამასაც ალბათ რაღაცა გარკვეული ამ პრობლემასაც რაღაცა მიზეზი აქვს უბრალოდ სამწუხაროდ აი არ ვიცი რამდენად შეიძლება რომ ეს ყველაფერი გამოსწორდეს და რაღაცნაირად შეიცვალოს და რამ შეიძლება ეს ყველაფერი შეიცვალოს დარბაზიდან თუ შეიძლება როგორ მიკროფონი თუ შეიძლება ბიჭებო მოგესალმებით ბატონო ხომ არჩევათ შტაბ-ბიჭებად რომ ქართული კინო დღეს ორიენტირებულია არაიდენად ბაზარზე, რაც ალბათ უნდა იყოს საბაზრო ეკონომიკის პირობებში, არამედ უფრო ფესტივალებზე, რეჟისორი იგებს ფილმს არ იმისთვის, რომ ხალხს მოეწონოს მაყურებელს. არამედ იმისთვის, რომ წაიღოს რომელიღაც ვილნიუსის ფესტივალზე, რაღაცა ოქროს ფანქარი მიიღოს, ჯილდო და მე იაროს ამ ოქროს ფანქრით, რომ ოქროს ფანქარი მივიღებ, მაგრამ ამ შემთხვევაში იგივე საბჭოთა რეალობაში ვარ და ჩემ უბრალოდ საბჭოთა კინოკომისია ჩაანაცვლა ვილნიუსის ფესტივალმა. და საბაზრო ეკონომიკის პირობებში გვაქვს შანსი აი ამ მიდგომით. იმიტომ რომ კაი დაუშვას ცხენები მართლა არ ყავს და არავის ყავს თითქმის მსოფლიოში. დღეს ისტორიული ფილმი ძალიან ცოტაა რომ არ გოდეს რამით. ერთადერთი ეხლა რაც გასაგებია უოტერლო არის 60 წელში გადაღებული ის ხარკი ბატონო. მაგრამ დავანებოთ ამ ცხენებს და არტას. კილომეტრიანი ექსპოზიცია რო არ უნდა იყოს იმ ჩარცით.
თეატრის თამაში ვარ უნდა ქონდეს, სახიობრივ კინოს თამაში რომ უნდა ქონდეს და უშუალებელი ექსპრესია რო არ უნდა ქონდეს, კამერა რო ესე უყურებს, ეგ არ ვიცი. მაგრამ მე მგონი იმიტომ არ ვიცით რომ იმ ფესტივალზე მაგას არ უყურებენ. იგივე ბერლინის ფესტივალზე თუ არის ორი ტრანსგენდერი ფილმში, ეგრევე რაღაც ოქროს ფანქარი გარანტირებული გვაქვს. ხوارჯობია რომ დავანებოთ თავი ასე ვთქვათ მონტიორობას და გავიგოთ რომ გადავერთოთ საბაზრო ეკონომიკას, თუნდაც Netflix-ზე რატომაც შეიძლება ქართული ფილმები რო იყოს და იყოს მოგებიანი. ვარ იჩვენებს უბრალოდ. იცით რა არის სამწუხაროდ საქართველოში იმდენად პატარა ბაზარი ხო ვიცით კინოთეატრიც კი მე მგონი ერთია ორი მთელ საქართველოს გულის კინოთეატრები რომლებიც მოქმედებენ ეს არის ეგეც ვიცით რომ წმინდა კომერციული მოგებაზე გათვლილი კინოთეატრები რომელშიც შემოსავალი სხვა რაღაცებს მოაქვს ხო რა თქმა უნდა მართალი ხართ უმეტესი ფილმები უმეტესობა თუ არ არის ბუნებრივი და ძალიან ორგანული და ძალიან პიროვნული ასე ვთქვათ რა თქმა უნდა არის გათვლილი ფესტივალებისთვის რა თქმა უნდა ის ოქროს ფანქარი იქნება თუ ოქროს ესა გვირელა აბსოლუტურად მნიშვნელობა ეს არის რა თქმა უნდა კარგი ჩვენც გვიხარია როგორც გვიხარია სპორტსმენი რომ იგებს როგორც გვიხარია რომ ჩვენი ძალიან მაღალი კლასის მომღერლები საოპერო მომღერლებს გულისხმობ რა თქმა უნდა თელ მსოფლიოს საოპერო სცენებზე არიან ერთ-ერთი პირველები და ასე შენაში რა თქმა უნდა ფანქარი ჩვენთვის არის ძალიან დიდი ბედნიერება და ზოგჯერ ეს ვიღებთ ამ ეგეთ პრიზებს ფათოშორის გიორგი ოვაშვილი ვახსენე და რაღაცრების რაღაც ის როდესაც გამოვიდა მისი გაღმა ნაპირი სტატიას წერდი და ინტერნეტში შევედი ვნახავ რა პრიზები აქვს მიღებული მეთქი ორდი სამი გვერდი პრიზები ქონდა მაგრამ რა თქმა უნდა სასწრაფოდ დავივიწყე ეს მისი პრიზები იმიტომ რომ სტატიის ადგილი ჩემი აზრის ადგილი აღარ დამჭებოდა რა თქმა უნდა ასეც არის მაგრამ ეს გათვლა ჩვენ რო გქონდეს ჩვენი ფილმები ძალიან იშვიათად ხდება სოფლიოს კინოთეატრების თუნდაც პატარა ან ესეთი კინოთეატრების ეკრანებზე რა თქმა უნდა ყოფილა ასეთ შემთხვევებში ამას კიდე სხვა დამსახურება კი არა ხელშეწყობა ჭირდება რომლის ცოდნაც და წვდომაც ჩვენ აკრებად გვაქვს მაგრამ ფაქტი რა თქმა უნდა ის არის რომ გვირჩევნია გვარიარონ ფანქარი რა თქმა უნდა გვირჩევნია აბა სხვა არაფერი თუ არა გვაქვს ეგ მაინც ხონდეს მაგრამ აი იცით რა ეხა დღეს არის ხო ეს სისტემა რომ ძალიან ბევრი არა ვიტყუები რამდენიმე რეჟისორს რამდენიმე პროდიუსერს აქვს საშუალება საერთაშორისო კავშირები და თანადამფინანსებლები არსებობს კინოფონდები ასეთი ფონდები ყავთ ისე მაგრამ მათ ხარჯზე ვერ არსებობს ქართული კინო უნდა არსებობდეს ჩვენი საკუთარი მაგრამ შემოსავალი ქართულ კინოს არ აქვს აი ეგ ძალიან სანამ დარბაზიდან კიდევ კითხვა ექნება მე უბრალოდ მაინტერესებს ახლა არა ვარ საქმის კურსში აი ხა უამრავი ფილმი სერიალი ესე რომ ვთქვა ტელესერიალი არის ქართულ ვთქვათ ტელევიზიებში ნათარგმნეს იქნება თურქული, თქვა ვენესუელური, ანუ ბრაზილიური თუ უშუალოდ ყაზახური, ხო? ისეთი ის გადაიღეს ყაზახებმა და თუ არის სადმე ისეთი შემთხვევა, რომ თქვა ქართული რაიმე თუნდაც რამოდენიმე რაღაც სერიალის მსგავსი რამე თქვა სადმე რომელიმე ქვეყნის ტელევიზიაში თქვა აი ნათარგმნი არის. ანუ აბა უნდა ანუ სამი ჯგუფი რა არის ჩვენ ვთქვათ მოვიწონოთ თავი ერთმანეთთან თუ რაღაც გავაცნოთ. ეხლა ქალბატონი მარინა ბრძანებდა რომ აი სპორტით რაღაც რა თქმა უნდა სპორტი თუ ხელოვნების სხვა ვთქვათ სფეროთი იქნება ეს მეცნიერები თუ რაღაცა ნუ აი ვთქვათ გავდივართ სადღაც მაგრამ ეს ყველაზე ქმედით ესეთი ენა სამეთყველო ენაზე რო საუბრობთ ამითი უნდა გავაგებინოთ რომ ეს შედის ყველას ოჯახში და თუ არ არსებობს ეს იქნებ რაღაც სხვა მე ნამდვილად არასდროს მსგავსი არაფერი არ გამიგია.
Ავს დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ და დასკვნის სახით ხო არაფერს იტყოდით. იცით რა ხო აი რა თქმა უნდა ეს ყველაფერი არ არის მარტო ვიწრო სფეროს განხილვის თემა, იმიტომ რომ კინო ეს არის რაც მართლა ყველასთვის გასაგები ჩვენ ხუმრობთ ხოლმე რომ ვიღაცა ჩემზე კარგად ერკვევა კინოში მეთქი და შეიძლება ესეც არის ზოგჯერ ვიღაცა სხვა აზროვნება განსაკუთრებით ახალგაზრდებს რომლებიც სრულს არიან ხედავენ ყველაფერს აღიქვამენ და რა თქმა უნდა ბევრ რაღაცაში აქ გვასწავლიან ძალიან ბევრს მე ჩემ სტუდენტებზე განსაკუთრებით მაქვს საუბარი მაგრამ რა თქმა უნდა ეს ყველაფერი რომელიც ეს ჩვენ გარშემო არსებობს ის რაც ჩვენ შეგვიძლია მე მაინც მგონია რომ ცხოვრებას კი რა თქმა უნდა ბევრ რაღაცაში ეცადო რომ ჩაერიო და ბევრ რაღაცაში რა თქმა უნდა არსებობ ამისთვის რაღაცა სვლები გაყვანილი გზები ამბილიკები მაგრამ მე მაინც მგონია რაღაცა ცხოვრებას აქვს თავისი მეტნაკლებად ესეთი უფრო ჭკვიანური ლოგიკა ვიდრე აი მე მაგალითად მივიდე ახლა ვიღაცასთან თუნდაც მესერბათ აკადემიის პრეზიდენტთან და უთხრა რომ მოდი ესე გავაკეთოთ ხო რა თქმა უნდა ძალიან კარგი იქნება თუ საზოგადოება ბევრად უფრო მეტად იქნება ჩართული რაღაც პროცესებში მაგრამ აქვე გეტყვით რომ ისაც გვინდა არ არის ყოველთვის სამწუხაროდ ისე როგორც შეიძლება რომ მოხდეს ამდენად პასუხები კითხვები და პასუხები ალბათ მაინც რა თქმა უნდა რაღაც გარკვეულმა საზოგადოების ჯგუფებმა უნდა მოძებნონ მაგრამ აი თქვენი ეს ინიციატივა აქ სხვა ჩვენ ძალიან ჩაკეტილები ვართ ყველა ჩვენ აუდიტორიაში. ხა კონფერენციები რაღაცები რო ტარდება, ყოველთვის მიხარია ხოლმე იქ მისვლა ლიტერატურის ინსტიტუტში ან დაუშვათ ამერიკანისტიკის რაღაც კვლევის ემაში, რომ იქ ხვდები იმ ადამიანებს, რომლებიც ჩემი სფეროს მიღმა არიან და ბევრად შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს აი ესეთი შეხვედრები, აი ესეთი ტიპის არ მარტო ლექციები, აი თქვენ რომ მობრძანდეთ დაუშვათ ჩვენთან თქვენ რომ მობრძანდეთ ჩვენ სტუდენტებთან და არ მარტო სტუდენტებთან იქნება აი მოვიფიქროთ თუ არის ამის შესაძლებლობა გავაფართოვოთ არა ესეთი დაგეგმილი და უწყებრივად განსაზღვრული რაღაცა ცხოვრების ეს შეხვედრები უწყებრივად დაგეგმილი ნამდვილად არ არის ერთმანეთ და მე იგივე ვთქვა და იქ არის ეს ხა თანხმები რომ დოკუმენტური ფილმი მაგრამ არა ერთადერთი ხო იქ თქვა შეიძლება იყოს მხატვრული მოკლემეტრაჟიანი ანიმაცია ვთქვათ რაღაცა ეხლანდელი ვთქვათ ჩვენი აი ტელე ციკლი ეხლა საზოგადოებრივი მარხმა გააკეთა მე-19 საუკუნის საქართველოს შესახებ ტელეციკლი რაღაც საოცრად კოტე ჯანდიერი არის იქ და სცენარისტები სხვები ძალიან კარგი რაღაცა ესეთი ვთქვათ ნახევარსაათიანი ესეთი ეს არის სიუჟეტები მაგრამ შეიძლება ახლა ახალი ენა არის თქვა რაღაც პოდკასტების იქნება თუ პატარ-პატარა აი ეს ყველაფერი არის მაგრამ ეს მთლიანობაში შეიძლება რომ ჩავთვალოთ რომ ეს არის ქართული კინო თუ რაღაც კიდევ სხვა რამ არის ხო მაგრამ აი ეგეც არის აუცილებელია ესეც აკეთებს ანუ რაღაცაში რო არ თქვა დავიკეტოთ რაღაც არჩევებში მარტო თქვა აი რაღაცა სრულმეტრაჟიანი იქნება ეს თუ რაღაც აი თქვა ქართული კინო თქვა რომელიც შედის ჩვენს ოჯახებში და სხვაგანაც არის და თქვა გვესაუბრება აი რა ფორმატის შეიძლება იყოს რა აი ეს ძალიან კარგია სატელევიზიო სივრციდან ოღონდ ხა მარტო კინო ან რეჟისორი ან ტელევიზია ხო ამ ფუნქციას ვერ აიღებს ეს უნდა იყოს ალბათ რა ვიცი რაღაც მეცნიერების აი ესეთი ყველა დარგის სპეციალისტის ჩართულობით და საზოგადოების ჩართულობით აი დღევანდელი შეხვედრაც ამის ერთ-ერთი ვთქვათ რაღაცა და ბევრი დიდი ზიანი შემოიტანოს არაკომპეტენტურმა რეჟისორმა ან არაკომპეტენტურმა ჟურნალისტმა ვიდრე რა თქმა უნდა დიდი მადლობა გაბატონებლა დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტს ბატონ რექტორს ბატონ ირაკლი ბრაჭულს და მის ადმინისტრაციას მადლობა თქვენ მადლობთ და ისურვებთ წარმატებებს